გამარჯვება ეს იყო საბჭოთა ჰომოსოვიეტიკუსებზე რა. პატარა გამარჯვება იყო, მაგრამ ამან დიდი რადიკალური გამარჯვებამდე ვერ მიგვიყვანა და აი რატო? იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ ხარის იყვნენ, ანუ ამ ხარისში გულისხმობს სწორედ დასავლეთისკენ, სამოქალაქო საზოგადოებისკენ მიმავალ კურსისკენ ყოფ ადამიანებს, იმ სოციუმს. იქაც ძალიან ბევრი ადამიანი, რა თქმა უნდა, დაბადებულ აღზრდილი იყო საბჭოთა კავშირში. აქ არის მთავარი მიზეზი ერთ-ერთი, ისიც რომ აი ისინიც ვერ იყვნენ თავისუფლები, მათი დიდი ნაწილი. იმაზე ვერ თქვეს უყურე. დიახ, მაგას ვიძახი ზუსტად. ძალიან დიდი ნაწილი ვერტიკალზე ვერც, იმიტომ რომ ეს ვერტიკალი არის ისეთი რამ, რომელიც თაობებიჭი ამას ჭირდება ზუსტად თაობა მაინც ერთ. როგორც ახლა აღმოჩნდა, მე ვატყობ რომ ერთი თაობა იყო მაგას. მე არ მეგონა ასეთ უმალე სწრაფად მოხდებოდა. არა მარტო კრიზისმა. ამაზე ახლა მივალთ მალე, მაგრამ არა მარტო, ჩემი აზრით, ამაზეც ვიმსჯელოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ მომენტში აღმოჩნდა რომ დეკლარირებულად დასავლეთისკენ წავედით. მაგრამ აი ეს შინაგანი მარწუხები, შინაგანი ბორკილები, შინაგანი მონობა, აი ეს ვერსად წავიდა. ჩაგვრჩა ისევე. აქედან გამომდინარე, აი ის ვინც მაშინ ხელისუფლებაში მოვიდნენ, სააკაშვილის ხელისუფლებას გულისხმობ, მათაც ვერ თქვეს უარი იმ ვერტიკალზე. და შესაბამისად, აი ეს ვერტიკალზე რო ვერ თქვეს, შესაბამისად კი ევროპული დეკლარირებულად ევროპული, მაგრამ არსით საბჭოთა ხელისუფლება გამოგვივიდა. და ანუ რომელშიც იყო კომბინირებული ეს ორივე ერთად და გამოდიოდა რომ რეალურად ჩვენ დასავლეთისკენ ვერ წავედით რეალურად. კი, ჯარის მოდერნიზაციის კუთხით ოფიციალურად ყველაფერი, მაგრამ შიგნით საზოგადოება და რაც ყველაზე მთავარია, სამართლიანობის განცდა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სამართლიანობის განცდა. აი ეს არ გაჩნდა. კი იყო ძალიან ბევრი დადებითი მომენტი შევარნაძესთან შედარებით. შიდა პოლიტიკაში ვამბობ, საერთაშორისოზე მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს და ვერც მექნება, კარგად მიდიოდა ყველაფერი. ასევე რაღაცეები იყო, რომელიც ძალიან კარგი იყო სოციუმისთვის. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაწყობის სისტემაზე უარისხმა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაც მანამდე არა, როგორ არ იყო ეს ძალიან დიდია, რომელზედაც დღესაც ვგავართ. პატროლის რეფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაშინ დობის, იმიტომ რომ შევარნაძის დროინდელი ცხელი ძაღლი რაც არის ნაჩვენების სერიალში, იმისგან განსხვავებული სისტემა უნდა შექმნილიყო, სადაც ადამიანებს ნდობა ეკნებოდა სამართალდამცველის. იუსტიციის სახლი, როდესაც ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ერთი საბუთის აღებას მთელი თვე ჭირდებოდა, გვაწვალებდნენ ჩაწყობა, კორუფცია და 1000 რამე და როდესაც აი ეს ასეთი სიკეთე შეიქმნა და ძალიან ბევრი ასეთი რაღაცები. მაგრამ ამის საპირწონეთ წავიდა ისევ უსამართლობები, წავიდა იმ ადამიანების, თუნდაც რომ ყოფილიყო სამართლიანად ვიღაცისთვის ჩამორთმევა ხისა, ქონების და ასე შემდეგ, რომელსაც მე უკვე მიყვა დომინოს პრინციპით უსამართლო ჩამორთმევებიც. ის ღამე გადაფორმებები ისისა, რომელმაც ადამიანებში გააჩინა უსამართლობის განცდა. და იმ ადამიანებში, ჩემნაირ ადამიანებში, რომელიც მე მივესალმე, რომელიც არ არის არც ერთი პარტიის და არანაირი წევრი, ჩვენნაირები, მივესალმე იგივე ვარდების როდესაც რამდენიმე წელიწადში მე უკვე გამიჩნდა განცდა, რომ ეს არასწორი მიმართულებით მიდიოდა. იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტურად უკვე იქ თანდათან ყალიბდებოდა ერთგვარ რეჟიმად, სადაც ადამიანის უფლებები ისევ და ისევ ირღვეოდა. სადაც ადამიანი ისევ და ისევ ჭანჭიკად იყო. ჯერ დამოკიდებულება თვითონ საიდან დამეწყო, იცი პირველი, როდესაც აი პარლამენტში რომ არ გაატარა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ერთ-ერთმა დაცვის ბიჭმა. და რომელიც გალახა ის ბიჭი მერე იმ ერთ-ერთმა პარლამენტარმა მაღალჩინოსანმა. და მერე პრეზიდენტმა ორივე გმირად გამოაცხადა, რომ ისა და ის საწყალი ბიჭი ატუზული იყო, გადარეული, ვერაფერი ვერ მიხვდა რატო არის, ისიც გმირი და ესეც გმირი. აი ეს მომენტი ეს მერე თავის მთავრობის წევრებს ხან იმაზე სახურავზე აიყვან და ხან პრომეთეს ღვიმეში ხან იმაში, ანუ იქაც ადამიანის მომენტები მეორე პლანზე გადავიდა. მინდა რაღაც დავამატო. კი ბატონო. ესე იგი, როცა ცოტა ფართოდ შევხედოთ, როცა ხედავთ ჩვენ რომ დინამიკას ქმნის პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკური სპექტრი. ხოლო ეკლესია როგორც თქვით არის სტატიკური და ძველ სისტემაზე მიბული და ისედაც მისი ბუნებით ის სიახლეებთან შორს არის. რამ უნდა დააბალანსოს პოლიტიკური სპექტრი? პოლიტიკური სპექტრი თავისთავად არ ნიშნავს ავტორიტეტს, იქ არის ცვლადი ადამიანები არიან. მოდი ახლა ცოტა შორს წავიდეთ.
არ ვისაუბროთ მხოლოდ საქართველოს მაგალითით. მონარქიულ სახელმწიფოში მონარქი ერთპიროვნული ავტორიტეტი იყო და ყველაფერი მასთან იყო, მისული მას ეფუძნებოდა. ხოლო როცა მოხდა მონარქიის ჩანაცვლება რესპუბლიკური წყობით, თუნდაც ჰოლანდიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ, აქ ამ ქვეყნებში ჩვენ ეს თავში დაგვეცა, ვთქვათ, რესპუბლიკური წყობა. ჩვენ მზად არ ვიყავით, მაგრამ სწრაფად ვადაპტირდით 3 წლის განმავლობაში კარგი რაღაცები შევქმნით. იქ საპირწონედ, ესე იგი მონარქი აღარ არის, არსებობს პოლიტიკური ძალები, მათ საპირწონედ გამოვიდნენ გონიერი, განათლებული, ინტელექტუალი ადამიანები, ინტელექტუალური ელიტა, მის ყველა საუკეთესო გაგებით იყო და ახლაც ევროპაში არის პოლიტიკის საპირწონე არის ინტელექტუალური ელიტა. პოლიტიკური სპექტრი ვერ გადავა ჰედონიზმში, რადგან მას მუდმივად აკონტროლებს ინტელექტუალური ელიტა. უნივერსიტეტები, რომელიც ვახსენე, რომელიც საუკუნეები არსებობენ, ისინი საუკუნეების განმავლობაში ქმნიან დიდ ძლიერ მყარ საყრდენ პროდუქტს ადამიანების სახით, რომლებიც ერთგვარი განდეგილები არიან, ისინი არ შედიან არანაირ ფინანსურ ინტერესებში, ისინი არჩევენ იყვნენ ერთგვარი გუშაგები, გონიერი გუშაგები თავიანთი ერისა. ჩვენთან ასეთი ადამიანები იყვნენ ბოდიში და სასამართლო სისტემა. სასამართლო სისტემა უცნაური. ჩვენთან ეს ბოდიში მალე მორჩები, ახლა ეს ინტელექტუალური ელიტა არსებობდა. თუნდაც არსებობდა ჩანასახის, კი არა, ბევრად განვითარებული სახით, სხვა კერაფერი იყო. თერგდალეულები ესენი იყვნენ. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არჩიეს ესე თავგანწირვა და შრომა იმისთვის, რომ გადარჩენილიყო რაღაც ის ნასახი, ნაპერწკალი ანთებული იყო და ამ შემდეგ ის უამრავი ათასობით დახვრეტილი და გადასახლებულები გამოხშირული და რა მივიღეთ შედეგად? ჩვენ მივიღეთ ის მკვდარი ჰომოსოვიეტიკოსთა უზარმაზარი მასა, რომელსაც ავტორიტეტები გაუქრა, ჯანსაღი ავტორიტეტები გაუქრა. დღესაც ჩვენ საქართველოში არ ყავს ინტელექტუალური ელიტა. იმიტომ რომ გამოხშირეს. არ ყავს. ამიტომ ფსევდო ელიტა. ფსევდო კი იცოცხლო. ამიტომ როცა ჩვენს თვალყურს ვადევნეთ პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც აქეთ-იქით აწყდება, დეზორიენტირებული რაღაც შეცდომებს უშვებს, ჰედონიზმში ვარდება, თუნდაც რაღაც კარგად იწყებს, მერე სადღაც მიდის ისეთ ბუქსკრულისკენ და მიგვაყოლებს ჩვენს, არ შეიძლება ამის იგნორირება, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ ეს იქნება, ალბათ ამას დრო დაჭირდება, რომ საპირწონე პოლიტიკურ ძალებს, აქეთ ეკლესიას თუნდაც, აქეთ თუნდაც იმ რაღაც წარმონაქვს, რომელსაც კრიმინალურ სამყაროს უწოდებთ, რომელიც არაფრის დიდებით არ ფიქრობს, როგორ შეიცვალოს და მათ შეუძლიათ მაგალითი აიღონ იტალიური მაფიისგან, მას შესთავაზა ამერიკის ხელისუფლებამ, ან გახდებით ბიზნესმენები, ან გაქრებით და ისინი გახდნენ ბიზნესმენები. იმედია, როდესაც აქაც დადგება ეგ დრო, როცა ადამიანები ამ არჩევანის წინაშე დადგებიან. მოკლედ, რის თქვა მინდა, რომ როცა ჩვენს კიდევ ერთ დაცემას ვიხილავთ, კიდევ ერთხელ დამსხრევას ვიხილავთ და აი ახლა რა ბრძოლაც მიდის, მოდი თქვათ, აქაც დიდი დეფიციტი არის. აქ არ არის ორიენტირები განსაზღვრული, აქ დისკურს ხნის რუსეთი, დღის წესრიგს ხნის რუსეთი, ნარატივები არ იქმნება. თხრობა ახალი შინაარსები, რომელიც შეესაბამება დღევანდელ სიტუაციას, არის დეფიციტური. რადგან გონიერი თავები დუმან. და ძალიან კარგია, როცა საუბრობ